ხუთი ფაქტი გონიოს ციხეზე, რომელიც შენ არ იცოდი. პირველი, ისტორიული წყაროების მიხედვით გონიოს ციხეში განისვენებს მოციქული მატათა. ერთ-ერთი ქრისტეს 12 მოციქულიდან მისი სამარხი დღემდე პატივცემით არის აღნიშნული. მეორე, გონიოს ციხის ისტორია ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდს ეკუთვნის. იგი პირველ საუკუნეშია აგებული და დაახლოებით 2000 წლიანი ისტორია აქვს. მესამე, გონიოს ციხე მდებარეობს შავი ზღვის პირას, ბათუმიდან სულ რაღაც 15 წუთში. იგი საუკუნეების განმავლობაში იცავდა დასავლეთ საქართველოს საზღვრებს. მეოთხე, ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები, რომელიც ეკუთვნის რომაულ და ბიზანტიურ ეპოქას. გონიო იყო რომაელების მნიშვნელოვანი სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრი კოლხეთის რეგიონში. მეხუთე, გონიოს ციხე გამოირჩევა კარგად შემონახული არქიტექტურით. მას აქვს 18 კოშკი და მაღალი ქვის კედლები, რაც მას მიმზიდველ და შთამბეჭდავ იერს აძლევს. მეექვსე, ჯობია არ გავიგო, რომ აჭარაში ჩამოხვედი და გონიოს ციხის ნახვის მაგივრად სიმინდს კიკნის სანაპიროზე.